ბატონ გოგი, დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა პრემიერობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს. როგორ შეაფასეთ ამ შეხვედრას და ზოგადად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესის დაწყებას და უფრო კონკრეტულად მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის ის მომენტი, როცა განაცხადა, რომ ოპონენტებს შეაფასებს არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ქვეყანა. თქვენი შეფასება მაინტერესებს. მე ახსნია ასეთნაირად, რომ სახელმწიფო ინტერესი არის აქ უფრო მაღლა ვიდრე ვთქვათ კონკრეტული თანამდებობის პირის ვთქვათ შეფასება. ანუ შეიძლება ვთქვათ იყოს ძალიან კარგი ადამიანი, შეიძლება იყოს ძალიან დადებითი პიროვნება და ძალიან ესე იგი თავის საქმის მცოდნე, მაგრამ აი ამ კონკრეტულ ადგილზე, აი ამ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება ვერ გამოუვიდეს მუშაობა და ასეთ შემთხვევაში ალბათ იქნება გადაწყვეტილება გადახედილი და ალბათ იქნება რაღაცა ცვლილებები. ეს ალბათ იმას ნიშნავდა, რომ ესე იგი ყველა უნდა მაქსიმალურად და ესე იგი იმუშაოს იმისათვის, რომ ეს საერთო ამოცანა იყოს მიღწეული, სახელმწიფოებრივი ამოცანა, მაგრამ თუ რაღაც გარკვეულ ცალკეულ შემთხვევებში ეს არ მოხდება, ალბათ იქნება ცვლილებები შესაბამისი გაკეთებული. დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილი რჩება პრეზიდენტად, ბიძინა ივანიშვილი ხდება პრემიერ-მინისტრი ქვეყნის, მაგრამ ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც ეკვეცება უკვე უფლებები პრეზიდენტს და ემატება უფლებები პრემიერ-მინისტრს, ჯერ არ ამუშავებულა. ამიტომ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უმტკივნეულო გადაცემისთვის, ხელისუფლების გადაცემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არ შეუქმნა ვთქვათ პრობლემები გამარჯვებულ ძალას. პარლამენტში იმისათვის, რომ მან ამ გამარჯვებულმა ძალამ წარადგინოს თავისი უკვე მთავრობა, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის უწყებები, რომელიც ჯერჯერობით რჩებიან მიხეილ სააკაშვილის როგორც პრეზიდენტის დაქვემდებარებაში, რომ ითანამშრომლო ახალ ხელისუფლებასთან, ითანამშრომლო ახალ პარლამენტთან, ახალ მთავრობასთან. ეს არის მისაღწევი და აქ ესე იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ მართლა მუშა და ესეთი დიდი ტემპით მომუშავე და გარკვეული უკვე შედეგების ესე იგი უკვე მიმღები სახელმწიფო მანქანა, საჭიროა რომ ეხლავე მოხდეს უკვე შეთანხმება გარკვეულ პოზიციებზე, გარკვეულ პიროვნებებზე და ამას ვერავინ ვერ გააკეთებდა გარდა აი ამ ორი ადამიანის შეხვედრის ვთქვათ სიტუაცია. საჭიროა რომ იყოს მიღწეული გარკვეული უკვე საბოლოო მოლაპარაკებები ივანიშვილსა და სააკაშვილის შორის იმის თაობაზე, თუ როგორ წარიმართება უკვე სახელმწიფო მშენებლობის პროცესი უკვე უახლოეს თვეებში. რეინტეგრაციის მინისტრად პაატა ზაქარიაშვილის დანიშვნა, როგორ გავლენას მოახდენს ოსებთან და აფხაზეთთან ურთიერთობაზე? მე ვთვლი, რომ ძალიან დადებით გავლენას მოახდენს, ვინაიდან პაატა ზაქარიაშვილის დანიშვნა რეინტეგრაციის მინისტრად საერთოდ მიმაჩნია ძალიან კარგ გადაწყვეტილებად. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს მართლა სახელმწიფოებრივი პოზიცია, მას აქვს უდიდესი გამოცდილება, მას აქვს ღრმა ცოდნა ამ საკითხების და მე მაკავშირებს ესე იგი როგორც ესე იგი თანამშრომლობა წლების განმავლობაში, მრავალი წლის განმავლობაში, ასევე მეგობრობა ამ ადამიანთან და შემიძლია უკვე ძალიან ესე იგი დიდი იმედის თვალით შევხედო აი იმ პროცესს, რომელსაც ის წამოიწყებს. რომ შეუძლია ესე იგი პირდაპირ დალაპარაკება, იცნობენ, ენდობიან და ძალიან ბევრ იმ საკითხზე, მაგალითად აი ჟენევის მოლაპარაკებები იქნება თუ რომელიმე სხვა ვთქვათ, აი რაღაც საკანონმდებლო ვთქვათ, ესე იგი აქტიური აქტების ახლა განხილვა იწყება, ესე იგი ალბათ ოკუპაციის შესახებ კანონის საკითხი, ესე იგი თქვენს რომ ესე იგი დადგება დღის წესრიგში. ეს ყველაფერი ძალიან ფრთხილად და ძალიან ესე იგი აი პრინციპული პოზიციებიდან უნდა იყოს ყველაფერი გაკეთებული. იმისათვის რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ მივაღწიოთ იმას, რომ სახელმწიფო ინტერესის შეუბრალავად მივიღოს წინსვლა აფხაზეთსა და ოსებთან ურთიერთობაში და მათთან ურთიერთობის ნორმალიზაციაში, დალაგებაში, განვითარებაში. აქ უნდა ჩვენ მივაღწიოთ იმას, რომ წინსვლა მოხდეს ყველა იმ მიმართულებით, რომელიც შესაძლებელია იყოს მიღწეული ამ ეტაპზე. ამ ეტაპზე შეუძლებელია, რომ ჩვენ მივაღწიოთ შეთანხმება სტატუსის საკითხზე. სტატუსზე ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, მათ აქვს თავიანთი პოზიცია.
ვერც ერთი ვერ დათმობს ამ საკითხს, მაგრამ არის უამრავი სხვა საკითხი, რომელიც შეიძლება იყოს განხილული, სადაც შეიძლება იყოს მიღწეული შეთანხმება და უნდა დავიწყოთ იმ საკითხებით. მოსაზრება გაქვთ ახალი ხელისუფლების დამოკიდებულებასთან, რომელიც აქვს სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით. გუშინ პატა ზაქარაიშვილმა მოიხსენია სამხრეთ ოსეთი როგორც ცხინვალის რეგიონი. იცით რა, ამის შესახებ ყველაფერი იქნება ალბათ დასალაპარაკებელი და იქნება ყველაფერი ალბათ რაღაცა განხილვის საგანი. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა შემოიღო ეს ტერმინი, როგორც ოფიციალური ტერმინი სამხრეთ ოსეთი. მერე ისევ, როდესაც ორი წარმატება არ ქონდა სანაკოის პროექტს, ისევ ესე იგი დაუბრუნდნენ ცხინვალის რეგიონს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იცვლება იმის დამიხედვით ესე, მაგრამ ეხლა მე ვთვლი რომ არსებობს პრინციპული საკითხები და არსებობს საკითხები, რომელშიც შეიძლება რაღაც გარკვეული, აი უკვე მიღწეული შედეგის და რაღაცა უკვე უფრო მნიშვნელოვანი შედეგის გამო ჩვენ გადახედოთ ზოგიერთ ტერმინოლოგიურ, ვთქვათ, ესე იგი ნიუანსებს, მაგრამ ეს იქნება ალბათ უფრო გვიანდელ ეტაპზე სალაპარაკო. ეხლა ამ ეტაპზე ჩვენ მთავარია მივაღწიოთ იმას, რაღაცა გარკვევა მოხდეს და რაღაც შეიცვალოს ფონი და შეიცვალოს კონკრეტული, ვთქვათ, დამოკიდებულებები და რაც შეეხება, ვთქვათ, დასახელებებს და რაც შეეხება ტოპონიმებს და ამის შესახებ თავის დროზე ყველაფერზე დადგება საკითხი და ალბათ იქნება რაღაცა შეთანხმებები მიღწეული. მაგრამ მე ჯერჯერობით ეს ამაში არ ხედავ პრობლემას. მე პრობლემას ხედავ იმაში, რომ მოიქნას აი ეს გაუცხოების ფონი, რომელიც დღეს არ არსებობს ჩვენ შორის. როგორც ხელისუფლების შეცვალა რა გავლენას მოახდენს რუსეთის ურთიერთობაზე და ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიას მის კავშირებს რა როლი ექნება ურთიერთობაზე? კი, ესე იგი მე ვთვლი რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან კარგი საფუძველი იმისათვის რომ რუსეთთან დაიწყოს დალაპარაკება და რუსეთი უკვე ისეთ პოზიციას ვერ დაიკავებს, პოზიციას კი უფრო მეტიც პოზას ვერ დაიკავებს ისეთნაირად, როგორც მაგალითად აი მიხეილ სააკაშვილის ვთქვათ ესე იგი აი პიროვნებასთან დაკავშირებით იკავებდა. აქ უკვე მას მოუწევს ესე იგი აი დალაპარაკების ან დაწყება ან არ დაწყება. მე ვთვლი რომ დალაპარაკება დაიწყება. და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს გაირკვეს, რა საკითხები შეგვიძლია ჩვენ მივაღწიოთ მოლაპარაკებას, შეთანხმებას, შეიძლება თუ არა რუსეთის ბაზარი გაიხსნას ფართოდ ქართული საქონლისთვის, რაც ჩემი აზრით გამოიწვევს უდიდეს ზრდას ჩვენში ინდუსტრიის სოფლის მეურნეობის სექტორის და შექმნის უამრავ ახალ სამუშაო ადგილს. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ესე იგი შეიძლება წარმატებით ჩვენ განვავითაროთ. რაც შეეხება იმას, რომ აი თავიდანვე ილაპარაკეს იმის შესახებ, აი რუსეთი გვიყენებს ულტიმატუმს, რომ თუ თქვენ არ აღიარეთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაშინ ჩვენ ესე იგი ურთიერთობათ აღდგენაზე ლაპარაკი არ გვექნება. ეს ასე არ არის. მე მგონი ასე ულტიმატუმის სახით არ დაუყენებიათ. ეს არის უბრალოდ მოსინჯვა პირველი, რომ წამოვალთ თუ არა ჩვენ ამ დათმობაზე და მე ჩვენ ამ დათმობაზე არ უნდა წავიდეთ. არ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ამაზე ლაპარაკს ესე იგი უნდა ჩვენ ესე იგი მოვერიდოთ და უნდა ვეცადოთ რომ განვავითაროთ ურთიერთობა ყველა დანარჩენი მიმართულებით. ქართული ოცნება არის ნატოში შესვლის მომხრეს და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრეს და როგორ ვფიქრობთ, რამდენად რეალურია და როგორ მოახერხებს ამის ორი მიზნის შეფასებას? აი ეხლა ეს საკითხი იყო ძალიან იცით აი გროტესკამდე მიყვანილი სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან, რომ შეუძლებელია ერთდროულად ესე იგი ილაპარაკო დასავლურ ორიენტაციაზე, ნატოს ესე იგი წევრად საქართველოს უკვე ესე იგი გახდომის და ასევე ილაპარაკო რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების და ვთქვათ ესე იგი აი ურთიერთობათა განვითარების შესახებ. ეს აბსოლუტურად ჩემი აზრით არ შეესაბამება სინამდვილეს, ასეთნაირად საკითხის დაყენება ეს არის ძალიან მცდარი მეთოდი, რომელსაც ქვია ნულოვანჯამიანი თამაში. ან ერთი მიმართულებით უნდა იყოს ან მეორე და ესე იგი ეს შეუძლებელია ამათი შეთავსება. სინამდვილეში შეთავსება დასავლური ორიენტაციის ნატოსკენ წინსვლის და ამავე დროს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებასა სავსებით შესაძლებელია. ამის საფუძველს ჩვენ გვაძლევს ის, რომ სხვადასხვა სოფლიოში არსებული კონფლიქტის დროს არსებობს საკითხები, რომელშიც ვერ ხდება შეთანხმება თავიდანვე ეტაპზე, მაგრამ როდესაც მტრული რიტორიკა, ანტიკომუნისტური ეს ფონი მოიხსნება, მაშინ ძალიან ბევრი შესაძლებლობა ჩნდება
და მე ვთვლი რომ ესე იგი ასეთი შესაძლებლობები გაჩნდება საქართველოსსა და რუსეთის ურთიერთობაში მაშინვე როდესაც უკვე რუსეთი დაინახავს რომ ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს საკითხები მზად ვართ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ ის იმ ინტერესს რაც სახელმწიფო ინტერესია და პრინციპულ საკითხებში დათმობას ესე იგი ვერ გავაკეთებთ. ამ კონფლიქტებში რუსეთი არ შეუშლის ხელს. არის შანსი რომ ესე იგი მაინც ამ პირობებზე მაინც ეს წამოვიდეს მოლაპარაკებას. თქვენ ჟენევის მოლაპარაკებების მიმართ იყავით უნდობლად განწყობილი. ახლა რას ფიქრობთ? ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ ზადა ამ პროცესში ჩაერთოს და ხელმძღვანელობებში ჩაერთოს. აი ახლა ზუსტად არსებობს შანსი იმისა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები, რომელიც არც იყო სინამდვილეში მოლაპარაკებები და იყო კონსულტაციები. ნამდვილ მოლაპარაკებად გადაიქცეს და ჟენევის მოლაპარაკება გახდეს ქმედითი, დადგეს რეალური საკითხები და მიეცეს რაღაცა გადაწყვეტილების მიმღები მექანიზმის ზალა ჟენევის მოლაპარაკებებს. აი ახლა ჩვენ გვაქვს ასეთი შანსი და ეს უნდა გამოვიყენოთ. რა უშლიდა ხელს აქამდე რომ ეს პროფილი? აქამდე ხელს უშლიდა აი ის სრული გაუცხოება და მტრული და საომარი ვითარება, რომელიც იყო ესე იგი აი მხარეებს შორის და ამიტომ თვითონ ესე იგი აი ეს მოლაპარაკებაც უკვე რაღაცა მოლაპარაკების სახეს ვერ იღებდა და ამის მიზეზი იყო არა მხოლოდ ის მძიმე შედეგი რაც ჩვენ ქონდა აგვისტოს ომის შემდეგ არამედ ამის მიზეზი იყო კიდევაც სახელმწიფო პოლიტიკა რუსეთისაც და საქართველოსიც აი რომელიც მდგომარეობდა იმაში რომ ჯობია სიტუაცია შევიყვანოთ ჩიხში, ვიდრე, ესე იგი, აი ვეცადოთ, რომ რაღაცა თქვა სიტუაციიდან გამოვიდეთ, ვინაიდან ეს ვინაიდან ორივე მხრიდან ერთდროულად მოდიოდა. ამიტომ აქედან ამ ჩიხიდან გამოსავალიც შეუძლებელი იყო, მოძებნილი იყო. გამოსავალი იყო მხოლოდ ის, რაც მოხდა საქართველოში ოქტომბრის არჩევნების შედეგად. ანუ სხვა ხალხი გამოდის ეხლა როგორც აი წამყვანი სახელმწიფო პოლიტიკაში. და აი ეს სხვა ხალხის წამოჩენა როგორც ქვეყნის ლიდერებისა მაგალითად ბიძინა ივანიშვილის ვინც უახლოესი ესე იგი გუნდის უკვე ქმნის შანსს იმისთვის რომ აი ეს აბსოლუტურად დაბლოკილი სიტუაცია და აი ის მე ვიტყოდი რომ ხელოვნურად და გამიზნულად ჩამოყალიბებული ჩიხის სიტუაცია რომ იყოს გადალახული და ჩვენ საბოლოოდ ახლა გაგვეხსნას რაღაცა საშუალება უკვე რაღაცის კეთების, რაღაცა უკვე წინსვლის, რაღაცა რეგულირების, რაღაც ყველაფერი უნდა წარიმართოს ძალიან ფაქიზად და ძალიან ფრთხილად, ძალიან პრინციპული პოზიციებიდან გამომდინარე, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ არც ერთი შესაძლებლობა, რომელიც იხსნება აი ამ შექმნილი სიტუაციის შედეგად. საპარლამენტო არჩევნების დროს რუსეთის სამხედრო ბაზების წვნების ფონზე კეთდებოდა განცხადებები აგრესიასთან დაკავშირებით. მაშინ როცა საქართველოში მძიმე ვითარება იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ, რუსეთს რომელი ძალის გამარჯვება უფრო აწყობდა ამ არჩევნებში? ამ არჩევნებში იცით რა, რუსეთი იქცევა როგორც აი ქედმაღალი დიდი ქვეყანა, აი ესეთი პატარა ქვეყნის მიმართ. და მათი პოზიცია ასეთი იყო, ჩვენთვის სულეთია, ესე იგი, რა რომელი ძალა გაიმარჯვებს, ჩვენთვის, ესე იგი, აი ჩვენ თავარ ჩვენს ესე ინტერესს უკვე მივაღწიეთ, ჩვენ აღვადგინეთ რაღაცა გარკვეული ჩვენთვის სასარგებლო ბალანსი რეგიონში და ამის გამო, ესე იგი, ჩვენ უკვე დიდად არ გვაღელვებს, როგორ დამწროდება ეს სიამბლეში ეს ასე არ არის. საქართველოს წარმოადგენს ძალიან დიდი ინტერესის უკვე ობიექტს რუსეთისთვის. საქართველოს წარმოადგენს მათთვის ძალიან მნიშვნელოვან შესაძლო პარტნიორს და წარმოადგენს ასევე მოწინააღმდეგეს, როგორც წინა წლებში დაინახეს. ეს არ ამგონია მათ არჩიონ საქართველოს ყავდეთ მოწინააღმდეგეთ, ვიდრე პარტნიორად. და ამიტომ ეს შესაძლებლობა მე მგონი იქნება სერიოზულად განხილული რუსეთის სამთავრობო და სახელმწიფო წრეებში. თქვენ ახლა განაცხადეთ, რომ მიხეილ სააკაშვილსაც და პუტინსაც აწყობს კონფლიქტი იყოს გაყინული და ამიტომ შეიძლება მათი ინტერესების თანხმეტყვა მოხდა ამაში კი. და შეიძლება ამიტომ ერჩიოს რუსეთს მიხეილ სააკაშვილის ძალის გამარჯვებას. სადღაც შეიძლება ეს აწყობდა კიდევაც. რომ მიხეილ სააკაშვილის ძალა გამარჯვებულიყო ამ არჩევნებზე. რატო აწყობდა? იმიტომ რომ აი ეს სტატუს კვო, აი ეს შექმნილია, ეს გაყინული მდგომარეობა უფრო იყო რუსეთის ინტერესებში, გაცილებით, ვიდრე საქართველოს ინტერესებში.
ჩვენი ინტერესი არის შეიცვალოს status quo. მათი ინტერესია რომ შენარჩუნდეს. მაგრამ მიიღეს ახლა გამოწვევა, რომ აი ახლა არის სხვა ხალხი, აბა გინდა დალაპარაკება, აი ახლა ელაპარაკეთ ამ ხალხს. და ბოლო კითხვა, აგრეთვე ომის მე თქვენ იყავით ინიციატორი დიალოგისა, რომელიც ჰქონდა რუსეთის სახელმწიფოს და საქართველოში რუსეთის საქმის შესწავლად. რა ეტაპზეა ახლა ეს? ძალიან განვითარებულ ეტაპზეა ჩვენი საექსპერტო დიალოგი. ზუსტად არჩევნების წინ, სექტემბრის ესე ბოლო ორი კვირა, ჩვენ ვიყავით ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბრიუსელში და იქ ესე იგი ამერიკაში ჩვენ მქონდა სერიოზული საუბრები როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე აკადემიკოსებთან, უნივერსიტეტის წამყვან პროფესორებთან. ქონდა საუბარი იმის შესახებ, აი როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველოს-რუსეთის ურთიერთობები. და ის წიგნი, რომელიც უკვე გამოცემულია ჩვენს მიერ, ალბათ არ არის ბოლო პუბლიკაცია, ეხლა ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საინტერესო კვლევა, მოსკოვში და თბილისში ჩატარდა კვლევა იმის შესახებ, როგორ აღიქმება რუსები და რუსეთი საქართველოში და ასევე ქართველები და საქართველო რუსეთში. და ეს კვლევა იქნება გამოცემული წიგნის სახით სულ მალე. ნოემბერში იქნება შემდეგი შეხვედრა საქართველოს ესე ქართულ რუსული საექსპერტო შეხვედრა, რომელზეც განიხილება უკვე ახალი რეალიების ფონზე, ესე იგი პერსპექტივები და ამოცანა.